დღეს ქუთაისის გენდერის მედია ცენტრში გენდერული თანასწორობის საკითხებზე საუბრობთ რეგიონის მასშტაბით დასაქმებული მედიის სხვადასხვა საშუალებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრა, რომელიც გენდერის მედია ცენტრში ყოველთვიურად იმართება, ამჯერზე გენდერულ მდგომარეობაზე, განათლებაზე, ბიუჯეტის დაგეგმარებასა და ადრეულ ასაკში გენდერული საკითხების სწავლებას მიეძღვნა. ისეთ ტრადიციულ საზოგადოებაში, როგორც საქართველოა, საზოგადოებრივი ცხოვრება ძირითადად მამაკაცის საქმიანობის სფეროდ, ოჯახი კი ქალის ადგილად მიიჩნევა, რადგან თანასწორობის საკითხები, გენდერული მოვალეობები და უფლებები ამ ორ სფეროში განსხვავებულია. თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლა ადრეულ ასაკში აუცილებელი გახდა. გენდერული თემატიკა ქვეყანაში ბოლო პერიოდში აქტიურდება და თვლი რომ სწორედ რომ სკოლამდელი ასაკისა და სასკოლო ასაკის ახალგაზრდებში სწორად მიწოდებული ინფორმაცია ეს არის ერთ-ერთი მყარი საფუძველი იმისა რომ სამომავლოდ ქვეყანაში ეს პრობლემები ამ კუთხით იქნეს დარეგულირებული, მოწესრიგებული და უფრო მეტად იყოს საზოგადოების ცნობიერება ამაღლებული გენდერულ საკითხებზე, იმიტომ თაობა, რომელიც დღესდღეობის ამ საკითხებზე მუშაობს, ერთის მხრივ თავად არ იყო ინფორმირებული და თავად ახლა ეძებს იმ ინფორმაციებს, თუ რა არის გენდერი. გენდერული ბალანსის დაცვის აუცილებლობა 21 საუკუნის დადგომასთან ერთად მდგომარეობამ და ვითარებამაც განაპირობა. საზოგადოების ფართე ფენებისათვის გენდერის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას სულ უფრო მეტი და მეტი ორგანიზაცია და ადამიანი ცდილობს. გენდერის მედია ცენტრი ყოველთვიურად ატარებს შეხვედრას ქუთაისში საინტერესო თემატიკაზე, რაც გენდერს ეხება. დღეს გვაქვს განსხვავებული შეხვედრა, ეს არის გენდერული ინიციატივები და ინიციატივით წარსდგა დღეს ადგილობრივი მასმედიის წინაშე ორგანიზაცია განათლება და სამყაროს ხელმძღვანელი ქალბატონი ნანული რამიშვილი, რომელმაც ფიქრობ რომ საინტერესოდ ისაუბრა იმ გენდერულ აუცილებლობებზე, რომელიც სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის არის აუცილებელი, რომელიც ბიუჯეტში უნდა აისახოს და უნდა დაიგეგმოს გენდერულად ბიუჯეტი. გენდერული თანასწორობის ადრეულ ასაკში სწავლებას ქუთაისში პედაგოგთა კავშირი განათლება და სამყაროც აქტიურად უჭერს მხარს. დღევანდელი ჩვენი თემა გენდერი და გენდერული მიდგომები სკოლამდელ განათლებაში და საერთოდ განათლების სფეროში ეხება სწორედ დღევანდელი შეხვედრა. ალბათ საინტერესოა თქვენთვის თუ რას ნიშნავს გენდერული მიდგომა. გენდერული მიდგომა მარტო მხოლოდ არ ეხება ქალს და ანუ ცალკე ესე იგი მამაკაცს. თანასწორად ესე იგი დაბალანსირებულად ეხება როგორც გოგონას, ასევე ესე იგი ბიჭებსაც კიდევ. რათა იყოს გენდერულ ბიუჯეტშიც გათვალისწინებული ის საჭიროებები და მოთხოვნილებები, რაც გააჩნიათ სოციალურ ესე იგი ჯგუფებს. შვედების ლოზუნგი დემოკრატია ქალების გარეშე ნახევრად დემოკრატიაო, ჩვენშიდაც რომ რეალობად იქცეს გენდერულ თანასწორობას, სწორედაც ბავშვობიდან უნდა ვსწავლობდეთ ადამიანები.